3 2 1 0 თქვენ მისტიკოლის არხზე ხართ. ეს შენ ბოქს ამორდიშის ჩელენჯი. ეს კი არა ჩიოდა თქვენი გვეყურება ის ერთ-ერთი ჩვენგანია. იგილეთ ერთ ფიქჩონის ბოგდანი. რა? კარგი მიხუმეს ნეს გააჩვენებს ილეთებს. და მათ ჩვენ გავიმეორეთ. Yes! 10 წელზე მეტი არის თუ დანორჯის საკეთეთ და ეს იდექტრს გვიჩვენებს. აბა გადავიდეთ პირველი რედზე, მაგრამ ჯერ სასჯელი ავირჩიოთ. არა. რობერტ თქვენგანი აირჩევს სასჯელს? მე. რა არის? რა მოვიდა? განვარჯიშობობა. რა? ეს სპაიდერმენს გავს, მაგრამ გიმნასტიკურს. ვარგი მოდი დავიწყოთ ილეთი. პირველი ილეთი არის შადრევანი ლოპით. რა? ასე მოიყურება. რა? როგორ? არა მართლა როგორ შეიძლება ამის გამეორება? კიდევ გაჩვენე რა? კიდევ ერთხელ გაჩვენებ, თუმცა ცოტა ნელა. ძალიან ადვილია. ვერ გავიგე. ვინ იქნება პირველი? მე ნახდად არა. მე არა. ქრისტინას არ უთქვამს, რომ მას არ უნდა, არც მიანიდა. ჟენია იქნება პირველი. მე მეოთხე ვარ. მე მეორე ვარ. მე არა. აიწყეთ ილეთის გამეორება. მიდი ჟენია, მიდი. 7 წელს ასაკიდან ვაკეთებ ტალვანის ჩელენჯებს, ასე რომ 100%-ით გავაკეთებ. რას მართალია? ოჩახ! ქრისტინა! სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, მთავარია ამ ილეთით თავი არ მოვიკლა. მიდი! ზუსტად ასე. ფეხებით დაიწყე და მერე? აუზე. ხო ეგრე. მაგარი იყო. ბოგდან. თავარია რომ ჩამეტიოს. ოჩახ! როგორც იქნა? ნიკო. ალონჯიში ამდენი ხანია არ გამიკეთებია. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ დამავიცლა. ვეცერი გავიხსენე. უბრალოდ უნდა მოვიგო ეს ჩელენჯი. მიდი. ჯანდაბა. მან ყველაფერი გააკეთა. ოჩახ. მიდი. მისი სახით თუ ვიბჭერებთ, აშკარად არასწორად მიდის რაღაც. ცოტა მოკეცილია. ასე? აბალ ნახოთ ქულები. ზათხარ ქულების მოსასმენად? კი. ნიკოლი პირველ ადგილს იკავებს. შენ გაქვს 9 ქულა. შენში ეჭვი არ მეპარებოდა. მეორე ადგილზე ყავს ზლატა. შენ 7 ქულა გაქვს. მესამე ადგილი ქრისტინა. შენ გაქვს 6 ქულა. ცუდი არ არის. ბოლო ადგილი ამ ორმა მონაწილემ ბოგდანმა და ჟენიამ გაინაწილეს. თქვენ გაქვთ 5 ქულა. ჯეირანი. პირველზე მაგრატელი არ გააკეთე. ოჩახ ბოგდან. მე გამივარჯვე, ამიტომ შედობობას გააკეთებ. სასჯელის არსი ისა, რომ ხიდზე უნდა დადგე და დარბაზის დასაწყისიდან ბომბამდე უნდა იარო, მუცელზე ჭიქი წყალი უნდა გედოს. რა? ის ხომ დასრულდება? ამაშია საქმე. მაგრამ თუ მას შეუძლია შეუფეხებად სიარული, ის ფშალი დარჩება. თხილად. ჟენია, მოიცა. მიდი ჟენია, უფრო სწრაფად, ჟენია. მიდი.
ესეც ასე ცუდი არ იყო. ასე შემიძლია გავაკეთო? არა, ხიდზე უნდა გადახვიდე. ნუ, პრინციპში დაასხი. უი. Yes! მიდი! ბრავო! მიდი! შენი ურად გააკეთა. ეთახნები, ჩვენ შენით ვამაყობთ. მადლობა. სათხართ შემდეგ ილეთისთვის? ვინ აირჩევს სასჯელს? ნიკოლი პირველი იყო, მაგარია. რა არის? კარგი, ნიკოლ, მიდი, ნიკოლ. წინდების კოშკი მონაწილეები, წაგებულის თავზე აგებენ წინდების კოშკს. წინდებს ვიხდით და მონაწილის თავზე ვაწყობთ. აბა მოდით შევხედოთ ილეთს. შემდეგ ილეთი ძალიან მარტივი იქნება. Yes! ამას ქარის ქულზე ნახტომი ჰქვია. ნარწმუნებული ხარ, რომ ადვილი იქნება? ძალიან საეჭვოდ ჟღერს. გონი ცხვირი მეკავება, მგონი. აი ასე გამოიყურება. ჟენია. აუცილებლად უნდა მოვიგო ეს დავალება, თორემ ბოგდანის წინდებით ავყროლდები. მე წინდებს რეცხავ ხოლმე, ბოლოს ისე ერთი კვირის წინ გავრეცხე. მაგარი იყო. ქრისტინა. ანვარჯიში ჩემი მეორე სახელია. თავარი ანცინით, არავინ გავთიშო. ზატა. რაც შეეხება მე, ჰეი ბოგდან, ფარად გამოვიყენოთ. არ მეგონა რომ ასეთ საშიში იყავი. ისე რატომღაც არ გამოვიდა. ბოგდან. ახლა მე ვაპირებ ვერტფრენის გაკეთებას. დავტრიალდები შემოული ჩემს თავზე და შემდეგ შეიძლება დავვარდე. გონი გავაკეთე. ეს ჩემი დონე იყო, ყოჩახ. ნიკოლ. ერთი პრობლემაა, ეს ჩემზე მეც იწონის. თავარია ილეთის გაკეთების დროს არ დავეცე. მიდი. ასე მარტივად როგორ გააკეთა? აი ასე. მიდი, ზლატა. შეხედეთ ჩემს წინდებს, შეხედეთ ჩემს ელასტიკებს, შეხედეთ ჩემს მაისურს. მე ამ კონკურსის მოსაგებად ვარ აქ მოსული. მიდი! ოჩა! მაგარი იყო! აბა მზად ხართ გულების მოსასმენად? კი! პირველი ადგილი ნიკოლი! მასაცი გულა აქვს. მართალი გითხრათ, ეს ყველაფერი სამართლიანი არ არის, ის ტანმოვარჯიშია, მაგრამ ჩვენ არა და ჩვენ მუდმივად ვაგებთ მასთან. პირველ რიგში ბოდია ტანვარჯიში დიდი ხანი არ მიკეთებია და მეორეც, ეს არის ცხოვრება. მეორე ადგილი ზლატა. მას 7 გულა აქვს. 7-იანებში წავედი. ეს 3 ადგილს იკავებენ ქრისტინა, ბოგდანი და ჟენია. თქვენ გაქვთ 4 გულა. ჯეირანი. გონი არტური ჩამისახლდა. ვიცოდი რომ ქაღალდი უნდა ამერჩია. აბა გავიხადოთ წინდები და თავზე კოშკი ავაშენოთ. წავიდა. სნეჟა დარწმუნებული ხარ? კი. რასაყვარელია მუქფერებში ლამაზად გამოწყობილი. მის წინდას ვერც კი ვუყურებ. საწყალი ჟენია. ნახეთ რა სუფთაა. ისეთი სუნია თითქოს ყაზარმაში ვიყო. მეგობრებო, შეამჩნიეთ რომ ბოლო 2 ვიდეოში გავქი, უბრალოდ გავუჩინარდი 10-დან. ახლა წარმოიდგინეთ სამუდამოდ რომ შემეზოს დაქრობა. აღარასი უშნახავთ ვიდეოებს ჩემთან ერთად. წარმოიდგინეთ უყურებთ ვიდეოს, მოგწონთ და მერე უსე ბუმ, ვეღარასდროს ხედავთ YouTube-ზე. ამის თავიდან ახალწინებად აუცილებლად უნდა გამოიცოროთ არქი ახლავე. თუმცა YouTube-ი თქვენთვის ვიდეოების რეკომენდაციას შეცხვეც, ასე რომ სასწრაფოდ ახლავე გამოიწერეთ არქი, მაგრამ სამუდამოდ გავქრები და YouTube-ზე ვერასდროს ვერ ვნახავთ. აბა მზად ხართ შემდეგ ილეთისთვის? კი! ვინ იჩევს სასჯელს? მე! ქრისტინა პირველი იყო. ვაუ! რა მოვიდა?
ვულკანი, მენტოსი და კოლა პირდაპირ პირში. არა, გაუქმე. არა. ეს აღარ მინდა, არ მინდა. სლატოთ გამოგეწონა ბოლო ვიდეო? სად ხართ ილეთის სანახავად? წავიდა. ილეთს ლენტი ხტომა ქვია. რა უცნაური სახელია? ცუდი არ არის. ჟენია. გონი ამ ლენტაში გავიხართები და თავის დახსნაში არავინ დამეხმარება. მაგარი იყო! ქრისტინა. გავითვალისწინე ბოლო ტურის შესწავლები და ახლა მოტივირებული ვარ. მიდი! ვაშა! ბოგდან. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა თოკებით თამაში და მსგავსი რაღაცეების გაკეთება. ასე რომ ვფიქრობ, ნახტომის გაკეთება შემიძლია და 10 ქულას ავიღებ. თავისუფლად შეიძლება სასწაულების შექმნა და თქვენ ყოველთვის იბრძვით გამარჯვებისთვის. ნიკო. გესმით, მთელი ამ დროის განმავლობაში როცა ტანვარჯიშს ვაკეთებდი, არასდროს გამიკეთებია ეს ლენტით. არასდროს გავუკეთებია ლენტით. კონკურსებში მონაწილეობდა და მონარესავით გადახტა ლენტი. ზატა. მე სიმართლე გითხრათ, არასდროს არ მჭერია ლენტი ხელში. შემიძლია რომ გადავხდე, მაგრამ ეს ასე არასდროს არ გამიკეთებია. ახლა ვფიქრობ, რომ შემიძლია გავაკეთო, მაგრამ გარანტია არ მაქვს. ეს ლენტი ძალიან მხიბლავს, ვერ დავინახე რომ გადახდე, შეგიძლია კიდევ ქნა? თავარია რომ საჭმა დაინახა. კარგი, მოდი მოусმინოთ ქულებს. სათხარ ქულების მოსასმენად? კი. პირველ ადგილზე არის ნიკოლი. 9 ქულა. მეორე ადგილი ზლატა. Yes! შენ გაქვს 7 ქულა. მე 7-იანი ვარ. მესამე ადგილი ქრისტინა და ბოგდანი. Yes! 6 ქულა. შენია წუხარ, ძალიან წუხარ. და ბოლო ადგილი ჟენია, შენ გაქვს 5 ქულა. სედმეტი მაინსური მაინც გაქვს, შიშველი არ დარჩები. ოჩახ ჟენია. სასჯელს ვულკანი ქვია, ჯერ მენტოს პირში ჩაიდებ, შემდეგ კი კოკოლით ავავსებთ. რთულია, ჟენია პირი გააღე. ხო. ვულკანი. პრიმუშავა კარგად, კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ. დაიჭირე პირთან ახლოს და მაშინე დალიე. მიდი ახლოს, მიდი, დალიე. Yes! სათხარ შემდეგი ჩელენჯისთვის? აურჩიოთ, მით დაატრიალებს ბორბას. მე. ოდია, შენ პირველი იყავი. მიდი დაატრიალე. მიდი მომეცი. რა? არა. ვაპარსვა? თბის გაპარსვა არ იყოს. შოკში ვარ, არ მინდა მელოტი ვიყო. მართალი გითხრათ, 100% უნდა მოვიგო, ჩემი თმა ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ძალიან რთულია ვიღას თვის გარეშე აუცილებლად დარჩება. ჩვენი შემდეგი ილეთია ბურთიც. ის ასე გამოიყურება. არა. ჟენია. მე კალათბურთს თამაშობ. ბურთი ჩემი ცხოვრებაა, ასე რომ წავიდეთ. მე ვთამაშობ კალათბურთს. ბურთი ჩემი ცხოვრებაა. ხელებით კარგია, მაგრამ ფეხებით არც ისე. შოკში ვარ. შესანიშნავია. ქრისტინა. ფიქრობ, ბურთის მართვა შემიძლია. დავინახე ჟენია როგორ აკეთებდა და ყველა დარდი გამითრა. მიდი. გოლ. ოჩა. მართალი გითხრათ, ადრე მიყვარდა ფეხბურთი, მაგრამ არ მეგონა თუ ოდესმე ბურთი ითამაშებდა ჩემზე.
Bogdan. ეს რა მოდელია, ჰა? Nikol. სიმართლე გითხრათ, ტირილი მინდა, მაგრამ ყველაფერს ამადად გავაკეთებ. ვეცდები. მიდი Zlata, მიდი, Zlata. შოკირებული ვარ ნიკოლით, შოკირებული ვარ ბურთით, შოკირებული ვარ წარმარჯიში, უბრალოდ შოკში ვარ. მიდი ვაშა! სხვათა შორის მაგარი იქნებოდა თუ დაიჭერდი. აბსოლუტურად მაგარი იქნებოდა. მოდით გავიგოთ ქულები აბა მზად ხართ ქულებისთვის? კი! პირველი ადგილი ნიკოლისა. მას 10 ქულა აქვს. Yes! მეორე ადგილი კრისტინა. მას 8 ქულა აქვს. მესამე ადგილი ბოგდანი. მოდიშით მესამე ადგილი ცოტა გავგიჟდი, ამიტომ ესე გამოვხატე. მას 7 ქულა აქვს. 7. მეოთხე ადგილი ზლატასია. ჟენია, გთხოვ, ღმერთო, მადლობა. შენ 5 ქულა გაქვს. 5. ბოლო ადგილზე კი ჟენია, 2 ქულა გაქვს. 2 გედივითაა, მშვენიერია. სასჯელი, წავედი. შენი დავალებაა გაპარსო ისე ბურთი რომ არ გასკდეს. კარგი, ახლა ყველა წავიდეთ. დისტანცია, მოვითხოვ დისტანცია. მე პარსვის მოსტატი ვარ. რა კარგი ბიჭი ხარ, ჟენია. რატომ გარბი ხართ ყველა აქ სნეჟა ტიტანიკივით დგას? ესეც ასე გაპარსულია. რა? მოახერ ხე გაპარსვა? არ გასკდა? მე საპარიკმახეროში მუშაობ. სათხარ ბოლო ილეთისთვის? ვატრიალებ. მიდი ზლატა დაატრიალე, მაგრამ პრინციპში ეგ მხოლოდ ერთი სასჯელი გვაქვს. მაგარია, აბა რა მოვა, ალბათ რამე სურპრიზი იქნება. ნერფის სურათი? ნერფები გასაგებია, მაგრამ რა სურათი? ალბათ ნახატია ალბათ. ჯერ არ ვიცი, მაგრამ რთული იქნება. წავედით, ილეთი. მოდი შევხედოთ დავალებას. კარგი, მზად ხართ ილეთის სანახავად? კი. ჩვენი შემდეგი ილეთი იქნება ვახტი. დაკეცილი. რა, თავი დავიხჭოთ? Yes! ჟენია. დღეს რეკორდზე მივდივარ, უკვე 4 ჯერ დავმარცხდი და 2 ჯერ გამოვიცვალე მაისური, მეხუთედ რომ დავმარცხდა, ჩემპიონატ რეკორდს დავამყარებ, ასე რომ წავედით. ესეც ასე დავამთავრე. ხოჩა. კრისტინა. პირველად მიჭირავს ვახტი ხელში. აი ასე. ეს ერთგვარი დღესასწაულია. ბოდია, მიდი. მიდი არ დავიხშობი. მოკლედ ასე, აი ასე. ანუ არ წავაგე? ნიკოლ, მიდი. მოკლედ, თოკის გამოსვლა ვითხოვერებდნენ, ძალიან გზელი იყო ჩემთვის. ვაუ! მიდი. წაგება არ ვიცი, მაგრამ აქ ვისწავლი. მიდი ზლატოჩკა, მიდი. და 1 2 3 4 5. ვაუ! სათხარ ქულების მოსასმენად? კი! პირველი ადგილი ნიკოლი და კრისტინა. ვაუ! 10 ქულა. მეორე ადგილი ზლატა.
მე მეგონა ზატასთან ერთად ვიქცე. ზატას რა ქულა აქვს? მესამე ადგილზეა ბოგდანი. Yes! ბოგდანს 5 ქულა აქვს. შვენიერი. და ბოლო ადგილზე ჩვენ ყავს ჟენია, მას 3 ქულა აქვს. ახალი რეკორდი დაამყარა, მას რეკორდი აქვს 5 სასჯელი 5-დან. დღეს გამარჯვებული ხარ. წავიდეთ სასჯელი აღვასრულოთ. Yes! თქვენ გაქვთ ნერფის იარაღები, დატაემის საღებავის ტყურებით, ხოლო ჟენია სტილო აქვს რიგრიგობით ისვრით და ქრით ნახატს. სრულყოფილია, შეხედე რა ნათელია. მე დავხატე ჩემი ნახატი, ძალიან მაგრად დავხატე. უბრალოდ საწკანია რომ მაგრად არ გაფრინდა. აბა ჟენია მოითმინე. საიმედრო ნამუშევარია. ფურცელზე უნდა მოგერტყა ბოგდან, რამდენჯერ უნდა აგიხსნა. ხო, კიდე სახეში არ გამართა. ყველაფერი კედელში მიდის, აცილებენ. ბოდიში არ მეგონა ასეთი სასტიკი თუ იქნებოდა. ფიქრობ, ჩვენი ნახატი მზად არის. Yes! დროა გავიგოთ ვინ მოიგო ჩელენჯი. ნიკოლი პირველ ადგილს იკავებს. Yes! რამდენი ქულა? 48 ქულა. ვა! რატომ არა 50? ზლატა მეორე ადგილს იკავებს. ვა! მას აქვს 36 ქულა. ვა! გამხელა სხვაობა. მესამე ადგილი კრისტინა. რამდენი ქულა? 34 ქულა. ბოგდანი მეოთხე ადგილზეა. მას 28 ქულა აქვს. ვაუ! და ჟენია მეხუთეზეა. Yes! ჟენია! მას აქვს 19 ქულა. ძალიან ბევრია. 3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკობის სახზე ხართ. მადლობა რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. არ დაგაუსვდეთ და ლაიქება და ჩვენ გავიქეცით. კარგად.